ხუთი დაბალკვალიფიციური სამსახური, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოხდეს ყოველგვარი ლიცენზიის და სერტიფიკატების გარეშე და სადაც ანაზღაურება ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ დაბალიც არ არის რა. მოდი ესე ვიტყვი, საშუალო ანაზღაურებაა. პირველი ეს არის towing-ი, ანუ იგივე მანქანების ევაკუირება, ბუქსირება. საშუალო წლიური ანაზღაურება 60-70,000 დოლარი არის წელიწადში. მეორე ადგილზე ალბათ construction-ი, იგივე მშენებლობა, დამოკიდებული არის შენს experience-ზე და ასე შემდეგ გამოცდილებაზე, მაგრამ მაინც ანაზღაურება იწყება $22-დან, ყველაზე დაბალი საფეხური $22 არის ალბერტაში. მესამე არის moving-ი, სეზონური სამსახურია უფრო ალბათ, იმიტომ რომ ზაფხულში საკმაოდ მოთხოვნადი არის, ავეჯის გადაზიდვა და ასე შემდეგ. დაახლოებით ესე $25 საათში გამოდის მაგ სამსახურზე. მეოთხე ადგილზე დისტრიბუციას დავაყენებდი, ანუ ჩემს სამსახურს. კონკრეტულად ჩემი სამსახური $26 მიხდი საათში, პლუს overtime-ები და საშუალოდ წლის ბოლოს $65-70,000 გრჩება, ანუ ანაზღაურება წლიური $60-65,000 არის. 4 დღეს მუშაობ ჩემ შემთხვევაში. და მეხუთე ადგილი ეს არის warehouse-ი, ანუ იგივე საწყობები. ნებისმიერ საწყობში რომ მოხდე, არანაირი ლიცენზია და სერტიფიკატი არ გინდა, შეიძლება მოგთხოვონ რაღაცა ელემენტარული რაღაც უსაფრთხოების სერტიფიკატი, რომელიც $100-200 იღებს და ერთ დღეში აიღებ. ანაზღაურებაც ესე $20-დან იწყება. აი ეს არის ხუთი ძირითადი დაბალკვალიფიციური სამსახურები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩამოსვლის თანავე მოხდეს და დაიწყოს მუშაობა. წარმატებები ყველას.